სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმინდისა სულისაითა. გულითა და დგილოცავთ საგვარელო ჩვენ სულიერ მამებთან ერთად აწინდელ დღესასწაულს ივერიის უძველესი ეკლესიისა წმინდათა დიდთა მოწამეთა მეფეთა ჩვენთა არჩილ და ლუარსაბის ხსენება. იშვიათად თუ არის დედამიწაზე ისეთი ერი და ქვეყანა, რომელსაც ამდენი მოწამე ყავდეთ და არაულოდ ამდენი მოწამე მეფე დედოფალთა შორის, მათ შორის ამდენი მოწამე რომ ყოლოდა. მაშინ როცა ევროპის ქვეყნების სამეფო კარები გარყვნილებითა და გახსნელებით იყო აღსავსე, დამაბრკოლებელად საკუთარი ერიშვილებისა ჩვენთან საქართველოში, სწორედაც რომ მაგალითის მიცემნი იყვნენ ზნეობისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისა ჩვენი დიდებული მეფე დედოფალნი. იშვიათად მათგან, ვინც ეცრუვა ქრისტეს და უღალატა სამშობლოს ინტერესებს. მართალია, მეფენი ჩვენი არჩილ და ლუარსაბი მთელი 1000 წელიწადის შორამ ერთმანეთს, ესე იგი იმავე სამეფო ტახტის მფლობელი 1000 წელიწადით იყვნენ დაშორებული დროით, მაგრამ იმის გამო რომ მათი ღვაწლის და მოწამეობაც იყო მსგავსი დიდად, დედამან ჩვენმან ეკლესიამან ივერიისა მათი ხსენება დააწესა ერთ დღეს. საერთოდ კაცრად რო ვთქვათ, ეკლესიურად ვინც როდის ეწამება მოწამეობის დღე ითვლება მისი ხსენების დღედ, მაგრამ ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი დაშვებული, როგორც უკვე მოგახსენებთ, ღვაწლისა და მოწამეობის მსგავსების გამო. ერთი ეწამა არაბთა მომძლავრების დროს არჩილი, სხვათა შორის არაბული სიტყვა და ქართულად ნიშნავს კეთილშობილ პეტრეს, ანუ კეთილშობილ კლდეს, თქვენ რომ მიცოდეთ. და მართლაც კეთილშობილებისა და მამული სარწმუნოებისა და მამული საქართველოსთვის თავდადების სახეს გვაძლევს ეს დიდებული მეფე. ხოლო ლუარსაბი ეწამა ასევე მუსლიმთაგან შაჰ-აბას პირველის ბრძანებითა და ჟამს, რომელიც უვერაგესი, უბოროტესი და დაუძინებელი მტერი იყო სრულიად საქართველოს, ყოვლად მზაყვარი და ორგული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ქართული სისხლიც ჰქონდა, ბებია ქართველი ყავდა, ამან არაფრით არ უშველა. სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა ფეხნის და მუსლიმურისა, პიროპოვლისა მეფე დიდებული იყვნენ, წარმოშობით ქართველი დიდება მოუტანეს იმ ქვეყანას და არც თუ იშვიათად მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას, საიდანაც წარმომავლობით იყვნენ, ანუ ქართული ცნობიერება აღარ ჰქონდათ. როგორც მოგახსენეთ, არჩილ მეფე ეწამა არაბთა მომძლავრების დროს ისეთი საზარელი მტერი შემოვიდა ქრისტიანეთა ქართლში, როგორც იყო მურვანყრუ. ზედ სახელს დაუგვერდით, საყვარელო ყრუ შეუსმენელი იყო, არ ესმოდა არც დედის ტკივილი, არც ბავშვის ხმა, არც მოფუცებული იცოდა და არც დედაკაცი. განუწყვეტლად ყველა ჟლეტდა, მოარბია და მოანგრია ქართლ-კახეთის ეკლესიაც, ესე იგი სიმაგრეები და მონასტრები. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ხშირად მეთქვის სავსებით შესაძლებელი არის. როდესაც მურვანყრუმ მოაოხრა ქართლ-კახეთი და მეფე მირი ძმა უფროსი არჩილ მეფისა, რომელიც იმ ხანად მეფობდა, თავის უმცროს ძმასთან არჩილთან ერთად აფხაზეთში გადავიდა და დადგნენ მურვანყრუ გადავიდა ასევე დასავლეთ საქართველოში და განადგურებით ემუქრებოდა დასავლეთ საქართველოსაც. მეფენი მირი და ძმა იმისი არჩილი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალ იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ ძლევა მოეცათ ამ მრავალრიცხოვან მტერზე. და აი ღმერთმა შეისმინა მათი და არჩილ მეფეს ძილსა შორის გამოუშთა თავად უფალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვისი წილხდომნიც ვიყავი და ვართ ქართველი, რომლებიც ესე იგი საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით ჭეშმარიტი რწმენისა და ქართული მეომრისათვის და ვებრძოდით რა ლომებს, დღეს უჭამენ ტურები, ყველა გაგებით, წარმომავლობით, ცნობიერებით, კულტურით და ასე შემდეგ. რომელთაც სახელმწიფოს ეხლა ხანს აქვს თქვათ შეერთებული შტატები და სხვა 300 წლისაც არ არის ეს სახელმწიფო და
მეორე მხრივ წმინდა მამები ამბობენ რა გმატებს სულიერ სიმტკიცეს გადალახული ცდუნება ქრისტიანობისათვის ბრძოლაში იწრთობოდა ჩვენი ქართული სული და რა დაგვემართა ესეთი ქართველებს რომ საღათა ზილით ბძინავს დღეს და არა უბრალოდ ბძინავს და გულგრული გავხდით ყოველივე ქართულის მიმართ არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებსაც ემსახურება ჩვენგან არც თუ ცოტანი ასეთებს ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინათ უთხრა უფალმა ღმერთმა თქვენი მამა არის მამონა სიმდიდრის ღმერთი აი სწორედ ფულთა ტრფიალებით ანგარებით ვერცხლის მოყვარეობით აიხსნება ის რაც ხდება ამ ქართველთა შორის მაგრამ ასეთი როდი იყო თქვათ არჩილ მეფე დღეს ხსენებული და არა მარტო მამული სარწმუნოებისთვის და მამული საქართველოსთვის ეწემა არამედ არ გასცა სამეფო საგანძურის ადგილმდებარეობა. ნუ თქვენ ეთქვით ეხლა ეს არ არის მნიშვნელოვანი სიცოცხლეს გადაირჩე, ასე არ არის საგვარელო. როდესაც ლაშქრობები იყო აი ამ გადამალული საგანძურით, სამეფო საგანძურით ლაშქარს ქირაობდნენ და ესე იგი აშველებდნენ თავიანთ ძალებს, რომ მტრისაგან თავი დაეხციათ და გამარჯვებისთვის მიეღწიათ. მოკლედ, არჩილ მეფეს ერთ-ერთი ლოცვის შემდგომ გვიან ღამით ძილსა შორის მსუბუქ სიზმარში გამოეცხადა თავად ღვთისმშობელი მარიამი და უბრძანა აღდექ შეკრიბეთ თქვენი ლაშქარი და მირთან ერთად ესე იგი გაილაშქრეთ მტერზე ადამიანური გაგებით უასრობა იყო აბსურდი იყო იმდენად მრავალრიცხოვანი იყო და ისეთი ძლევამოსილი გამარჯვებები მოეპოვნებინა მანამდე არა მარტო საქართველოში მურვანგულს რომ დაუჯერებელიც იქნებოდა მაგრამ აგი ვთქვით რომ ადამიანისთვის შეუძლებელი ღვთისთვის ავსებით შესაძლებელი მიენდო ღვთისმშობელ მარიამს ვისი წილხდომიც იყო ქართველობა თავის რას ძმას მირს გაუმჟღავნა სიზრუნული ჩვენების შესახებ ის მცირეოდენი ლაშქარი ხუთზე კაცი როგორც ითქმება ხონდა რაც ყავდათ შეკრიბეს და გათენებამდე მტერს დაესხნენ თავს და წინვალე გამარჯვება მოიპოვეს დაუჯერებელი რამ იყო რომ მათ დაამარცხეს მურვან ყრუ უფრო მეტიც ღმერთი ეს ღვთისმშობელმა უთხრა რომ თქვენ წილ ძეით ჩემი და ღმერთი ჩემიო უფალი იესო ქრისტე იბრძოლებს და აი მიენდონენ უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას უფრო მეტიც აი თვით ბუნება იყო თითქოს მათ მხარეს როდესაც ესე იგი დაამარცხეს მურვან ყრუს ვება ლაშქარი და ესე იგი გადარჩენილი ნაწილები კონსტანტინოპოლისკენ გაურბოდნენ ქართველთა რისხვას საშინელი წვიმა წამოვიდა ქარიანი წვიმა ადით დამდინარეები აღელდა ბევრი გაქცეული არაბი დაანთქა ისე რომ ამბის მიმთხრობიც კი ვერ ჩავიდა კონსტანტინოპოლში სულ ერთიანად ამოხოცა თუ ქართველთა მახვილს გადაურჩა ღვთის რისხვას ბუნების მიერ ბუნებიც ესე ვთქვათ სტიქიურს ვერ გადაურჩნენ ისინი 12 წელიწადი მირ მეფე რამდენადაც დაჭრილი იყო დაუმძიმდა მას ამ გამარჯვების შემდეგ ჭრილობა და ესე იგი მიიცვალა უფლისა მიმართ ვიდრე გარდაიცვლებოდა უხმო თავის მას თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი შეჰვედრა საქართველოს ერი ქართველთანი ეკლესია და ასევე თავისი 7 ქალიშვილი არჩილ მეფემ პირნათლად აღასრულა ღვთისა და თავისი გვიძლის წინაშე მიცემული აღთქმა სულის დადებამდე სისხლთა დათხევამდე იბრძოდა საქართველოსთვის რაც შეეხება თავის მიშვილებს 6 მათგანი ქართველ დიდებულებს მიათხოვა ხოლო გორანდოხტი კი ბიზანტიის კეისარს ბიზანტიის მეფეს 12 წლის შემდგომ იგი დასავლეთ საქართველოსთან აოხრებულ ქართლ-კახეთში გადმოვიდა და აქ დაიწყო ცხოვრების აღდგენა და მოწესრიგება მაგრამ სწორედ მაშინ ჭიჭუ მასიმი მარბიელი არაბთა მარბიელი ლაშქრის წინამძღოლი დაესხა მოულოდნელად ანასთან თავს კვლავ ერთხელ აოხრეს ქართლ-კახეთი და მოკლედ რომ გითხრათ საბოლოოდ არჩილ მეფე შეიქმნა ტყვე რამდენი არ ეცადა ჭიჭუ მასიმი რანახა მისი პირისახის შვენიერება და ჰასაკი რომ გადაებირებინა რას არ პირდებოდა მაგრამ ვერაფრით მოხიბლა ვერც ოქრო ვერცხლით ვერც სხვა მრავალი მიწითა და თანამდებობით და საბოლოოდ ესე იგი როგორ მოხდა ერთ-ერთმა სომეხმა გარდაბნელმა რომელიც გამუსლიმებული იყო
უღალატარა ქართველობას დაასმინა ჭაჭუ ასიმის წინაშე რომ ეს უბრალოდ მეფე კი არ არისო ქართლ-კახეთი სრულიად საქართველოსი არამედ დიდი ვახტანგ გორგასალის ნათესავია მირიან მეფის შთამომავალია და მისმა მამა დაფლა მეფის საგანძური და ეს იქ იყო მაშინ არჩილ მეფე და იცის ამ საგანძურს უფრო მეტიც მან ასევე იცის როდესაც ირაკლი კეისარმა გამოილაშქრა ალბანეთსა და გადმოიარა საქართველო ნალაფები სადაც რომელიც ციხეშიც დაფლა ეს ადგილიც იცისო ამიტომ აიძულე იქ წამებით და სხვა რომ ესე იგი გასცეს საიდუმლო სამეფო საიდუმლო ახლა რატომ მოიმოქმედა ეს გამუსლიმებულმა სომეხმა მისი პაპა ესე იგი მოკლეს და კვლელი შეიწყალა არჩილ მეფის მამამ და უნდა პაპის შური შვილიშვილზე ეძიებინა საერთოდ მზაკვარი და ორგული მოდგმა ჯერ კიდევ მსოფლიო ნათობები ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდნენ ამ მოდგმაზე სომეხთა ეს ისეთი რიფე წყალქვეშა რიფები არიან კლდეები როდის გამოკრავს და როდის გამოგანგრევს გულმუცელს არ იცი არ სანდო არ არისო ეს ხალხი ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე იყო ამის გაგონებაზე ჭიჭუ მაქსიმად კვლავ ერთხელ შესთავაზა მაღალი თანამდებობები ურიცხვი ქონება სიმდიდრე მაგრამ მტკიცე უარი მიიღო ამჯერადაც და თხოვდა რომ თუნდაც თუ არ უარყოფდა ქრისტიანობას საგანძურის ადგილსამყოფელი მაინც გაემხილა მაგრამ არჩილ მეფე შეუპოვარი აღმოჩნდა დიდხანს აწამეს ციხეში განსაკუთრებულად მკაცრ პირობებში ყავდა დამცირების მიზნით მაგრამ ვერ გატეხეს საბოლოოდ თავის კვეთით აღესრულა განრისხებული ჭაჭუ მასიმის ბრძანებით თავის კვეთამდე მან ჯალათებს ხოვა რამოდენიმე წუთი ლოცვისთვის მუხლი მოიდრიკა და იყურა სასიკვდინე განსაცდელში ილოცა საქართველოსთვის ქართველთა ერისთვის ჩვენი სარწმუნოების ეკლესიის განმტკიცებისთვის ჩვენ შორის და მერმე მორჩილად მიუპყრა ქედი და ასე დამგვარად აღესრულა ქართველმა დიდგვაროვნებმა წარიპარეს მისი სხეული გვიან ღამით გადაასვენეს თიანეთში და მის მიერ არჩილის მიერ აგებულ ეკლესიაში ნოტკორნისა დაკრძალეს წმინდელა თემდის განისვენებს ზღასი ღვაწლივე ჰქონდა ლუარსაბს როდესაც გიორგი მეათი აღესრულა 14 წლისა იძულებული იყო გამეფებული იყო ყირიმელმა აქ ამ დროს უკვე ბრძოლა ჰქონდა თურქებს და სპარსელებს ერთმანეთს შორის საქართველოსთვის მათ შორის საბოლოოდ ესე იგი თურქებს დაპყრობილი ჰქონდა რა სრულიად საქართველო სპარსელებმა მოახერხეს და წაგლიჯეს მას ქართლ-კახეთი რითაც სამტროდ გადაიკიდეს თურქები ამ დროს ქართლ-კახეთში გამეფებული იყო ლუარსაბი 14 წლისა შურის ძიების მიზნით თურქებმა გადაწყვიტეს ჩამოიყვანეს რა ყირიმიდან თათრები აეოხრებინათ ქართლ-კახეთი და დაეძევებინათ სპარსელები უნიდგან მაგრამ ქართველებმა ხელდახელ საჩქაროდ შეკრიბეს ლაშქარი წინვალე გამარჯვებას მიაღწიეს ბორჯომთან და დაამარცხეს მრავალრიცხოვანი ლაშქარი ბარბიელი ლაშქარი ყირიმელი თათრებისა შემდგომ ესე იგი კვლავ ერთხელ ააწიოკა შაჰ-აბას პირველმა საქართველოს ამჯერად გახიზნული იყვნენ ესე იგი სამი მეფე იყო საქართველოში დასუსტებული იყო არა მარტო სამეფოებად არამედ სამთავროებად და საერისთავებად იყო დაყოფილი ესე იგი იმერლებს თავისი მეფე ჰყავდათ გიორგი მესამე კახელებს თეიმურაზ მეფე ქართლელებს ლუარსაბ პირველი და რა თქმა უნდა საქართველოს იყო ამის გამო დასუსტებული ერთობა ნაკლებად იყო ჩვენ გვახასიათებს ჩვენი ზვაობრობიდან და ქედმაღლობიდან გამომდინარე მაგრამ ამჯერად ეს სამივე მეფე გაერთიანებული იყო საერთო იდეით საქართველოს გადარჩენისა და ჩვენი სარწმუნოებისა ისე რომ საბოლოოდ თეიმურაზ მეფე და ლუარსაბ პირველი შეეხიზნენ იმერთა მეფეს
იმერეთი ამ დროს თურქების გავლენის ქვეშ იყო, ამიტომ სპარსელები ადვილად ვერ გაბედავდნენ, ლიხსიქით გადასულიყვნენ და ეს იცავდა ქართულ-კახეთის მეფედ. მაგრამ რა კი გადაწყვიტა, რომ აეოხრებინა ყრავ ერთხელ და ნახეთ რა სივერაგეს მიმართა შახ-აბას პირველმა, ვიდრე ისინი ლიხსიქით გადავიდნენ თემურაზი და ლუარსაბი, რომ თემურას შეუცვალო, რომ თუ შენ ქართლის მეფეს მოკლა, ქართლის მეფის გვირგვინსაც დაგადგამ. მეორეს მხრივ ლუარსაბ შეუცვალა, თუ თემურას მოკლავ, კახეთის მეფეს გახდები. მათ ერთმანეთს გაუმჟღავნეს ეს სივერაგე შახისა და ესე იგი ზორგი აქციეს რა თქმა უნდა შახის ამ ბოროტ და საკვარ განზრახვას და საბოლოოდ ისინი იმერთა მეფეს შეეფარნენ, როგორც გითხარით. სულიად შეეძლო ლუარსაბ პირველს, რომ სიცოცხლე გადაერჩინა, მას აგულიანებდნენ იმერთ მეფე, კახეთი, სიქაური, აზნაურები და სხვა, რომ დარჩენილი იყო, მაგრამ ასეთი რამ განუცხადა მათ, მე რომ მაგ დარჩე, შესაძლოა რა თქმა უნდა სიცოცხლე გადავირჩინო, მაგრამ ქართულ-კახეთს აოხრებენ და ჩამოვიდა და თავად ჩაბარდა შახ-აბას პირველს. შახ-აბასმა განიხარა ამის ხილვაზე ძალიან დიდი და მრავალი პატივი, მრავალფერი მიაგო და საბოლოოდ დიდ მარხვაში ერთხელაც იწვია რა სუფრაზე შესთავაზა თევზი, იყო მკაცრი მარხვა. ესე იგი დღეს რომ ჟელობებს ფსევდოლიბერალი, რომელიც ეკლესიაშიც არის რა თქმა უნდა, მათ შორის სასულიერო პირებში, რომ აი შეიძლება თევზი ჭამო ნებისმიერ მარხვაში, მათ შორის დიდ მარხვაში, ასე როდი ჟელობდნენ ჩვენი წინაპრები. თან არ გადავიზეთ, მეფე იყო დიდებული. და როდესაც შახმა შესთავაზა თევზი დიდ მარხვის სუფრაზე, მან უარი განაცხადა. ой შახო, უთხრა მას, დღეს შენ თევზს შემომთავაზებ წმინდა დიდ მარხვაში. ხვალ ხორცს და ზე ქრისტიანობის უარყოფას მომთხოვ. ამიტომ მე არასდროს ჩემს სუფალს არ უღალატებ. კიდევ მრავალფერად ეცადა 7 წელი ციხეში შეაგდო შახ-აბასმა და უბრძანა განზრახულ მკაცრეს პირობებში ჰქონდათ, მაგრამ ღვთის მადლით, ლოცვით და მარხვით გაუძლო ყველა ამ სასტუმრსა გაჭირვებას და საბოლოოდ შაჰ-აბასმა რა კი დარწმუნდა, რომ ვერ გატეხდა და მისი ასეთი მაგალითი აძლიერებდა ქართლ-კახეთის მოსახლეობას, ბრძანა რომ სიკვდილით დაესაჯათ, ჯალათები შეგზავნა, მანაც ითხოვა ასევე ლოცვისთვის რამოდენიმე წუთი, ლუარსაბ პირველმა მუხლი მოიდრიკა და გულმხურვალედ შეავადრა, შეევედრა ღვთისმშობლის იხვედრი საქართველო, ერი ქართველთა და ეკლესია ჩვენი და საკუთარი ოჯახით. მერმე კი ჯალათებმა საბლით დაახრჩეს იგი და დააგდეს ციხის ეზოში. სამარეთს არ აღივსეს, მაგრამ მოხდა სასაული. ზეგარდამო ხელთუქმნელი ნათელი გარდა მოხდა და დაადგა მის წმინდა გვამს. და იმის გამო რომ ეს ბევრმა იხილა, მოწმენი შეიქმნენ და მუსლიმების კი უკვე მერყეობდნენ თავიანთ სრულ წმენაში, ამიტომ ბრძანება გასცა შახმა, რომ სასწრაფოდ დაეგზავნათ, რომ მისი სხეული მოელვარე საღვთო მადლით აღარ ენახავს. ამ ამბავმა ქართლ-კახეთამდე ჩამოახსია. დასავლეთ საქართველოს გადამტკიცა კიდევ უფრო ქართველები თავიანთ ქართულ მეობასა და სარწმუნოებაში. დღეინდელად დღემდის მისი წმინდა გვამი სპარსეთის მიწაშია დაკრძალული. მინდა ვაპირებ რა სამგლოებასთან თქვენთან ერთად სადღესასწაულო სავედრებელი პარაკლისის გარდაქმნას. შევავედრო ამ დიდებულ მეფე მოწამეებს ჩვენი ქართული სული, რომლებიც ესე იგი აბოძდროინდელი ჰიმნოგრაფის ენით რო თქვა, ვირყევით ვითარცა ქართაგან ძლიერთა ლელწამებით, განამტკიცოს ჩვენი ქართული სული, მოგვაგონოს ჩვენი ჭეშმარიტი ფასეულობანი, არაცრუ ფასეულობანი, რომელსაც დასავლეთიდან გვახდენს, მათ შორის სოდომსაც კი, რაც აღლაშფოთებელია, ბევრი რომ არ აქვს თქვათ რა, და შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული მეობა და მიწა და აღსრულდეს ქართველ ერზე უძველესი წინასწარმეტყველება წმინდა ნინოს მიერ და დრო შემოტანილი საქართველოში, რომელიც ივანე ზოსიმემ მოგვიანებით ჩამოქნა საეკლესიო ძეგლში ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. აქ არა იმდენად ენა, არამედ ქართველთა მოდგმა, ქართველთა ნათესავი იგულისხმება, რაც ითქვა ამ წინასწარმეტყველებაში, და ყოველივე სისრულით ამხდარ იყოს
ქართველ ერზე და არათუ შეგვენარჩუნებინოს ეს მრავალჯერ ნახული საქართველო, არამედ დაგვებრუნებინოს ის მიწებით, რაც ჭეშმარიტად წინასწარმეტყველებათა მიხედვით ასე იქნება. მინდა დაგლოცოთ იმის გამო, რომ მოხვედით დღეს პატივი მიაგეთ თქვენს დიდ წინაპრებს, რომელსაც მათ შორის ჩვენთვისაც დასთხიეს სისხლი და ასევე მინდა მადლობა გითხრათ, მე ამაში რა თქმა უნდა არა თავკერძობით ვხედავ, რომ ჩემ მიმართაც გამოიჩინეთ ერთგვარი სიყვარული, თუ ყველამ არა, ზოგიერთმა თქვენთაგანმა მაინც, რადგან არჩილ ლუარსაბობა ჩემი ანგელოზის ღი არის და არა უბრალოდ ანგელოზის ღი, არამედ ამ კურთხეულ დღეს მაგურთხა აცგანსვენებულმა ილია მევრემ მღვდლად. იმ ხანად დაემთხვა კვირა დღეს. ესე იგი, სასწრაფოდ დამიბარა პატრიარქმა, დაამტოვა სიონში ხამე, ხამისთევით ვიყავი ლოცვით და უზმო მარხვით ვემზადებოდი, როგორც ზიარების ესეთ ხელდასხმისთვის. მერბე რა მოხდა სიზრმეულად მithქვამს ადრე, რომ უწილ ღვთისმშობელ მარიამის მადლითა და ივერის ღვთისმშობლით კერძოდ ვიკურთხე უღირსი მღვდლად და მერბე ცხადში სიონში და გამგზავნა მეორე დღე, ყოველი ორშაბათი დღემდე არის დიდუბობა, ღვთისმშობლის, დიდუბის ღვთისმშობლის დღესასწაულია. ამიტომ საგანგებოდ ტარდება მაგ დღეს წირვა ორშაბათობით და გარდაიხდება პარაკლისი საერთო მოხსენებით და გამაგზავნა დიდუბის ეკლესიაში. ღვთისმშობლის კურთხეული ცოდვილი ღვთისმშობლის ტაძარში განმაწესა ძალიან ცოტა იყო მაშინ ტაძრები, ძალიან ბევრი მღვდელი ცდილობდა ამ ტაძარში მოხვედრილი იყო სამწუხაროდ თქვენა მიზნებიდან გამომდინარე, იყო რა მცირე ტაძრები და რაიონიდან პირველი ტაძარი იყო შემოავლისთვის, ბევრი ღვთისმსახურებანი იყო ადამიანურად რომ გითხრათ ანგართა ენაზე შემოსავალი და ესე იგი პირველ დღეებში რომ გადავედი შემაღონეს მღვდლებმა ვის დაარეკინე, ვისთან ჩააწყე საქმე, ცეკაში, ტეკაში და თავი რომ მომაბეზრეს ბოლოს უთხარი ღვთისმშობელ მარიამთან ჩავაწყე მეთქი საქმე და სახტავ დარჩება ამის მერე კითხვები არ დავუსვამ. ისე რომ ჩემთვის არჩილ ლუარსაბობა მუდმივად ხელდასხმის კურთხევის დღეს არის. ისე როგორც მამა ივანესთვის, რომლის ანგელოზის დღეს ახლოვდება, სამშაბათს არის ეხლა, სადღესასწაულო წირვა იქნება თავად აღასრულებს, მამა ივანე არის თურმე დაბადების დღეს და ანგელოზის დღეც და აქედანვე ულოცავ გაამხნევოს ღმერთმა, გააძლიეროს იმდენი მისცე ჯანმრთელობა, რამდენის ღმერთის სადიდებელად სჭირდება მას და დროულად დაასრულებინოს მონასტერი და ამოღვაწოს და მრავალი სული მიეზიდოს ამ მონასტერში სულით საცხოვნებელად, არა მარტო სამრევლოთაგან, არამედ ბერმონოზონთაგანაც. ისე რომ დიდად დავალებული ვარ ამ ხრივას ჩემი სეხნა წმინდანისაგან, არჩილ მეფისაგან. შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო მონოზნობა უსისხლო მოწამეობა დღეს, არამედ ისეთი მძიმე პირობებია და ვითარება ჩვენს ერში და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით პირველ ყოვლისა, რომ მღვდლობას, პატიოსანი მღვდლობას დღეს არის ტოლფასი მოწამეობის. მაგრამ სწორედ ამ ღვაწლში, თავდადებაში ქრისტესავე მადლით იჭედება ამ ადამიანის მღვდელი იქნება დიაკვანი თუ მღვდელმთავარი თუ პატრიარქი მისთვის სავანეს ეციურ სასუფეველში. როგორც მოციქულმა შეგვახსენა და ამით გვიწინასწარმეტყველა კიდეც მრავალი ჭირით შევართ ეციურ სასუფეველში. რომელსაც შინა და აქა ქვეყანას ამაზე და ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და სულსა წმინდასა აზდა მარადის და უკუნითი კუნისამდე ამენ. მამებო მოგზავნეთ. სამწმინდაო.
შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არავედ მიხსენ ჩვენ ბოდისაგან. რამე თუ შენი არსუფევარი ძალი და დიდებარი, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ერთი უფალი და გამოვიჯდა ჩვენ, ურთეულაც მომავალი სახელით აუგლისათა. ერთი უფალი და გამოვიჯდა ჩვენ, ურთეულაც მომავალი სახელით აუგლისათა. აუგვარებდით უფალს არავე თუ კეთილ, რამე თუ უკუნისამდე არ წყარობა იმისი. ერთი უფალი და გამოვიჯდა ჩვენ, ურთეულაც მომავალი სახელით აუგლისათა. ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელით აუგლისათა ვერეობი მას. ერთი უფალი და გამოვიჯდა ჩვენ, ურთეულაც მომავალი სახელით აუგლისათა. არა მოკვდი არავედ ცხონდე და განსტუნებე საქმელი უფლისანი. ერთი უფალი და გამოვიჯდა ჩვენ, ურთეულაც მომავალი სახელით აუგლისათა. როდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა, უფლისანიერი ყუესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთან. დიდნო მოწამენო მეფენო არჩილ დალუარსანა, ევედრენით ღმერთ საჩვენაქვი. წმიდანო დიდნო მოწამენო მეფენო არჩილ და ლუარსა, ევედრენით ღმერთსა ჩვენთვის. დიდნო მოწამენო მეფენო არჩილ დალუარსანა, ევედრენით ღმერთ საჩვენაქვი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მერმე და მერმე მშვიდობით უფლისანი მართვილოცა. შეგვეციენ გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიწვენ ჩვენ ღმერთო შენი თამადლითა. ყოვლად წმინდისა, ურწმენისა, უფროისა, თხუთქეულისა, დიდებულისა და უფლისა ჩვენისა, ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მოგზაურებელთა, თავის და ღვთიელთა და ყოველი ცხოვრება იჩვენი, ქრისტეს საყვარელსა ჩვენსა შევედრე. Amen.
Shedavisa, Shedavisa,
Քրիստե ման ճշմարիտმა վերջման ჩვენման მეოხებითა բոլად ուրցնելისა დედისათვისათა ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოს ყოფილისა ჯვარისათა ძლიერებითა ჯვარისა ვაზისაითა და ჯვარისა მცხეთისაითა წვენთა ზეცისა უხორცოთა ძალთა მთავართათა მიქაელისა და გაბრიელისა და ყოველთა ზეცისა უხორცოთა ძალთათა წვენთბიდისა დიდებულისა წინასწარ მეტყველისა წინამორბედისა ნათლისმელისა იოანესითა და იოანე ქალწულ მახარებელისათა წვენთა დიდებულთა წინასწარ მეტყველთა მართლისა ენოქისა და ელია თესბელისათა და ყოველ წვენთა წინასწარ მეტყველთათა წვენ დიდებულთა და ყოვლადქებულთა თალთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა წვენ დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა ქართველთ განმანათლებელთა ანდრია პირველწოდებულისა სიმონ გაანელისა მატათა ბართლომე თადეოს და მათე მახარებელისა და ყოველ წვენთა მოციქულთა და წვისა მოციქულთა სორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა მოციქულთა სორთა მეფისა ჩვენისა მირიანისა დედოფლისა ნანაისითა წვიდისა დიდისა მოწამისა ლევაშემოსილისა საგვეროთ მომქმედისა გიორგისათა დიდისა ქალწულ მოწამისა ბარბარესთა სენთა და ბუქთა მკურნალისათა სანთა დათა მოწამეთა მშვიდობის ყოფილთა მინადორა, მიტრადორა და ნიფადორასითა და ყოველ წვენთა მოწამეთათა წვენთა შორის მამათა ჩვენთა მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და ქადაგთა ბასილი დიდისა და გრიგორი ღვთისმეტყველისათა წვენთა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლაუს მიროლუგის მთავარეპისკოპოსისა საკვირველთმოქმედისა და მსალჩენწისათა წვიდისა იოანეს ზედაზნელისა და მის 12 მოწაფეთათა წვენთა შორის მამათა ჩვენთა მთაწმინდელთა იოანე ექვთიმე გაბრიელ გიორგისათა წვენთა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ აღსარებელისა სალოისათა წვენთა შორის დედისა ჩვენისა თამარა აღსარებელისათა და წვენთა დედათა ჩვენთა სამთავროელთა ნინოსა და უფროსისა და უმცროსისათა წვენთა და მართალთა მშობელთა ღვთისა და იოაკიმ და ანაისითა უაზროდ გიჭირავს ეს მას შემოგვიყვება მეფეთა ჩვენთა არჩილისა და ლუარსაბისათა მოწამისა იულიანე ტარსელისა ველმოწამისა ტერტიუსისა იკონიელი ეპისკოპოსისა ღირსისა იულიუს ხუცისა და ივლიანე დიაკონისა რომელთა ხსენებასა აღვასრულებ ჩვენ დღეს და წვენთა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქრობირისა კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისათა და ყოველთა წმინდათათა შეგვიწყალეს საგვაცხოვნე ჩვენ ვითარცა სახიერარს და გასწმოყვანე Amen. Ucmidesi da ona da se struja საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სვეტათვისი მთავარეპისკოპოსი ვიჩისა და სულამაზის მიტროპოლიტი მეუღება მაიჩენიშიო, იმდაცულიერი ჩვენი და მეუღება მისი, წინათვარდებული თვისა მისავრისა, დაბოალი მართლმადიდებელი ქრისტიანები, დაიწყო ყოველსა სამრავალჟამი. გილოსა დიდთა მეფეთა ჩვენთა მოწამეთა არჩილ ლუალსაბისენა მისი სულისანი ყოფილიყავი და მთელი ჩვენი მოდგმა ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე ამენ ამენ დამდებ შვიდეულში სამშაბათს როგორც უკვე აგრით ვახსენეთ ნათლისმლობა არის შობა იოანე ნათლისმლისა და ამ ტაძარში ჩატარდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შაბათს ამჯერად წირვა არ იქნება იმიტომ რომ პეტრე პავლოვმა მეორე დღეს კვირა დღეს
მომავალ კვირას ამით ძალიან ბევრი იქნება აღსარებები და წირვა დაიწყება პეტრე-პავლოვის ამჯერად არა 3, არამედ 4 საათზე, იმიტომ რომ ბევრი სტუმარი მოვა სხვა ტაძრიდან წირვაზე დასასრება თუ საზიარებლად. ორიოდე დღის წინ საპატრიარქოში ვიყავი, ვიკითხე უწმიდესი პატრიარქიშიო რას ფიქრობდა თქვა პეტრე-პავლოს მოვა თუ არ მოვა, ასე ადრე პასუხს ვერ მოგცემთო, თან ნათლისმცემლობას მიდის სენაკში, სადაც ის იყო მდელთავრად აქამდე, პატრიარქობამდე, აღსაყრებამდე. ხუთშაბათს პარასკევს ალბათ ვიკითხავ კიდევ პატრიარქის მდივანთან, მამა მიქაელ ბოტკოველთან და მივიღებ პასუხს. ყველა შემთხვევაში მოგზანდება თუ არ მოგზანდება, დიდი დღესასწაულია, მეტადრე ტაძრის დღესასწაულია, ამ 4 ტაძრიდან უხუცესი არის პეტრე-პავლეს ტაძარი და ღვთისმადლით წირვა ლოცვა იქნება. ესე იგი, შაბათს, მომავალ შაბათს დღეისօრს 4 საათზე იქნება წუხრის ლოცვა და დილის 9 საათზე დაიწყება საფლო ლიტურგია სადღესასწაულო. აღსარებებს მივიღებთ შაბათს, აქაური სამგველოება. ჩვენი ბრევლისგან იგულისხმებთ, თითოეულმა თავის სამრევლოში თქვას აღსარება. წმინდა ზიარება, ვინც მიიღო სამადლოველი ლოცვები მოისმინოს. დიდებაი შენ და ღმერთო, დიდებაი შენ და ღმერთო, დიდებაი შენ და ღმერთო.